გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვართ ისევ GM Detailing-ში. მოგესალმებით. გამარჯობა გიორგი, მისამართი შევახსენოთ მაყურებელს. ქაქვისა ჩოლოყაშვილის 39 ნომერი. კი ბატონო, ძალიან კარგი. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო საღამო, დღეს გვაქვს კერამიკის თემატიკა შერჩეული. გვინდა რომ მოვიყოთ ყველაფერი ნანო კერამიკასთან დაკავშირებით. როგორ კეთდება, საიდან წარმოიშვა ეს ყველაფერი და რა დატვირთვა აქვს ზოგადად ნანო კერამიკას ავტომობილების მოვლის სფეროში. ერთ კითხვას დაგესვა მეგობრებს, კერამიკა თუ ფირი? ადრეს გეკითხებოდი ამას. კერამიკა და ფირი დავით რეალურად რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კერამიკა ბევრად ბიუჯეტური არის, ფირი სულ სხვა რაღაც არის, ასე ვთქვათ. და თითქმის 3 და 4 ფასიჯდება ფირი, ვიდრე კერამიკა რა. კერამიკა რეალურად ნაკაწრებისგან იცავს, მაგრამ იცავს მცირე დაზიანებისგან ავტომობილს, აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ავტომობილი როდესაც ტალახში გაივლის და აი საბურავიდან ეგრეთ წოდებულ აი ფრთებზე რო ესხმება ეს ტალახი და ჭუჭყი და ასე შემდეგ, აი მაგისგან იცავს რა, მსუბუქი ნაკაწრებისგან რა. პლუს ამას კერამიკაზე გავამახვილებ იმაზე ყურადღებას, რომ აქვს ჰიდროფობული ეფექტი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ გყავთ მით უმეტეს მუქი ფერის ავტომობილი, თუ თქვენ რეცხავთ თქვენს ავტომობილს კვირაში 4ჯერ და 5ჯერ კერამიკის შემთხვევაში მოგიწევთ გარისხვა ერთხელ. და ისიც კაფიც არ არის საჭირო, არანაირი ვაქსი არ უნდა იხმაროთ კერამიკის შემთხვევაში და მოდი გადავიდეთ და ნელ-ნელა ეტაპობრივად მივუყვეთ კერამიკას. გადავიდეთ. დღეს სტუმრად ყავს ჩვენთვის სასურველი ფერის მანქანა, შავი მანქანა არის მოსული. ველოდებოდით რამოდენიმე დღე რომ შავ მანქანას დამწვევდით კერამიკისთვის. კარგად ჩანს, ჩვენთვის საყვარელი ფერია შავი მაინც ავტომობილის სფერებიდან. კერამიკის ისტორია იწყება 1999 წლიდან. იაპონიაში დაიწყეს ნანოკერამიკების წარმოება თავიდან და იყენებდნენ აბსოლუტურად სხვა დანიშნულებით, ეს იყო ინდუსტრიული დანიშნულება. სულ სხვა რაღაცებს უვიდნენ ნანოკერამიკებით, მაგრამ 2000-იან წლებში ისეში მალევე მიხვდნენ, რომ თურმე ნანოკერამიკა ავტომობილის ლაქს და საღებავს ძალიან უხდება. ფანტასტიკურ ჰიდროფობიას ანიჭებს და იცავს მცირე ნაკაწრებისგან, როგორც წეგან გიორგიმ გამიცხადა. კაორის ბრენდმა თავიდანვე აღმოაჩინა საინტერესო ფორმულა ნანოკერამიკის წარმოებისთვის და უკვე 15 წელზე მეტია, რაც კაური თავაზობს 1 წლიან, 2 წლიან და 5 წლიან ნანოკერამიკებს, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს მაგიდაზე, აი ამ პროდუქტის სახით, ეს არის გრავონი, ამ წუთას მოტანილი მაქვს გიორგი შენთან 5 წლიანი ეფექტით. და მოდი გავიაროთ ახლა ყველა ეტაპი, რა გზას გადის ავტომობილის ლაკი და საღებავი იქამდე, სანამ მას კერამიკა წაესმევა, გაუკეთდება. პირველ რიგში ირეცხება ავტომობილი, სამფაზიანი რეცხვა არის აუცილებელი. აუცილებელია სამფაზიანი რეცხვა. კაურის ბრენდში არის სარეცხვის საშუალებები, მაგალითად პირველი ფაზა არის ბორათი, ბორა ქვია პროდუქტითაც ირეცხება ავტომობილი, მერე მოდის ბელანეონი და ბელანეონის მერე შეგიძლიათ მესამე ფაზა ჩაუტაროთ ან გამოტოვოთ მესამე ფაზა და გადახვიდეთ უკვე გამშრალების ეტაპზე. პრო ხაზში კაურს აქვს არაჩვეულებრივი მიკროფიბრა კინგის სახით, რომელიც გამოიყენება ამ დროს, როდესაც მორჩებით მესამე ან მეორე ფაზას. გამშრალების შემდეგ იწყება უკვე ავტომობილის ზედაპირის შემზადება იმისთვის, რომ კერამიკა მიიღოს. გიორგი მრავალწლიანი სტაჟით გამოირჩევა ამ სფეროში და ჩემზე კარგად იცის, რა სტადიები შეიძლება გაიაროს ავტომობილის მომზადების პროცედურამ, იქამდე სანამ კერამიკას წაუსვამთ. ამიტომ მოდი გიორგის ვკითხოთ ახლა უფრო კარგად აგვიხსნის, რა დაბრკოლება შეიძლება დაგხვდეს ავტომობილის საღებავზე, სანამ მივაკარებთ მას კერამიკას. დავით, ხშირად არის ხოლმე ჩემთან მომხმარებლობისგან ზარი, რომ პირდაპირ კერამიკის წასვლა უნდა ხოლმე მანქანაზე რა და ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა დასმული, აი ნაკაწრებს გამიქრობს თუ არა კერამიკა რა. ნუ რა თქმა უნდა მეგობრებო, კერამიკა არ არის ნაკაწრების გამიქრობი, შანსი არ არის რომ რაიმე ნაკაწრი გაგიქროთ. თუ თქვენი ავტომობილი დახაზული არის, ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში საჭირო არის სამკომპონენტიანი პოლირება, ანუ პროფესიონალურ დონეზე რა ვთქვათ. მოდი პოლირებაზე კონკრეტულად ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან კერამიკაზე გვაქვს სალაპარაკო. თუმცა პირდაპირ აი კერამიკის წასმის შემთხვევაში ეს შესაძლებელია გაუკეთდეს ცენტრიდან ახალ გამოყვანილ ავტომობილს. ხო, ამ ახალ გამოყვანილ ავტომობილსაც სჭირდება რეალურად რაღაცა კონკრეტული საფეხურების გავლა, სამფაზიანი რეცხვა ყველა ვარიანტში იქნება საჭირო და შემდგომ ამ გამშრალების და მომზადების შემდგომ უკვე შეიძლება წაესვას
კერამიკა. მაგაზე არანაირი პრობლემა არ არის. კი ბატონო. თუმცა მოდი ყველაზე ცუდი ვარიანტიდან დავიწყოთ, როდესაც დიდი ხანი ავტომობილი საქართველოს ქუჩებში მოძრაობს და მით უმეტეს ჩვენთან არ არის ის გარემო-პირობები, რომ ავტომობილმა ვთქვათ ნადები არ გაიჩინოს, წვიმის ლაქები, მტვერი, ტალახი და ასე შემდეგ, ნუ ნაკაწრებზე უკვე აღარ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ქარისპრიანია თბილისში. ანუ 50%-ზე მეტი კიდე ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ფუნჯებით, ანუ ეგრეთ წოდებული ფუნჯითაც არა, ანუ ჩოთკით ჯაგრისებით რეცხავენ ხოლმე ავტომობილებს რა და მოდი ყველაზე ცუდი ვარიანტიდან დავიწყოთ და ნელ-ნელა ესე ეტაპობრივად მივყვეთ რა არის. ყველაზე ცუდი ვარიანტიდან სანამ დავიწყებთ ჩათვალეთ რომ აქ რასაც ხედავთ ეს ყველაფერი ყველაზე ცუდ ვარიანტში სჭირდება აქ კიდე შამპუნები აკლია პირველი მეორე და მესამე ფაზის ეს ყველაფერი სჭირდება იმას რომ აი აქამდე მივიდეთ და რა გვაქვს ახლა აქ კაორის ოჯახში წარმოდგენილი ეს არის როტონი რომელიც არის ნადების მომხსნელი ავტომობილის ზედაპირიდან პირველადი დანიშნულება არის დისკებიდან ამოყავს სამოხუჭე ხუნდების მტვერი და ცხიმოვანი ლაქები მაგრამ ეს სითხე ასევე გამოიყენება გაუცხიმოვანებამდე თუ კი რამე ისეთი ნადები არის ავტომობილის ზედაპირზე რომელიც არ ემორჩილება წყალს და ღრუბელს და ქაფს საჭირო არის ამ პროდუქტის გამოყენება რომ მოხსნათ ესეთი ნადები შემდეგ კაურის პროდუქტებში გვხვდება ტარ რიმუვერი ეს არის ბიტუმის ლაქების მომხსნელი პირველადი დანიშნულებით თუმცა იდეალურად მუშაობს წებოვან ნარჩენებზე ლაზვის ფისზე ორმაგი სკოჩების ნარჩენებზე და ასე შემდეგ რიგ შემთხვევებში ეს პროდუქტიც საჭირო ხდება ამის ჩარევა საჭირო ხდება ამ წუთას აი ამ მანქანას ზუსტად ეს პროდუქტი დაჭირდა ესეთი ძლიერი და სქელი წებოვანი ნადები ჰქონდა რომელსაც გაჩვენებთ მოგვიანებით კადრებში შემდეგ სანამ გაუცხიმოვანების სითხეზე გადავალთ ეს არის გიორგის ერთ-ერთი ფავორიტი დარჩეული პროდუქტი თიხის სახით არის ცნობილი როგორც პლასტელი ისე გამოიყურება გახსნილ მდგომარეობაში განავსე გიორგი რაშვება ეს ასე ვთქვათ აი თქვენ მანქანას როდესაც აქვს ნადები და ზოგადად აი მტვერი თუნდაც კაფის ლაქები და ასე შემდეგ აი კი მაგას აშორებს ძალიან კარგად რა ანუ ეს არის იდეალური ვარიანტი რომ ავტომობილი მომზადდეს პოლირებისთვის ასე რომ ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის გვეხმარება იმაში რომ შემდგომ ავტომობილი უფრო მარტივად დავაპოლიროთ დროში არ გაგვეწელოს და შედეგიც რა თქმა უნდა უკეთესი გქონდეს რა კი ბატონო შემდეგი არის კლინეტი რომელიც არის გაუცხიმოვანების სპრეი 700 მგ-იანი შეფუთვა ერთი დიდი ჯიპისთვის სავსებით საკმარისი არის ყველა დეტალზე რომ გამოვიყენოთ ზედაპირს ამოვაშრობს და გვიმზადებს იმისთვის რომ მარტივად მიიღოს უკვე შემდეგი საცხი რასაც დავიტანთ იქნება ეს პოლირების საცხი თუ იქნება ეს ვაქსი თუ კერამიკა რაც არ უნდა იყოს ჯერ კეთდება თუნდაც სამღებრო სამუშაოების შესრულების წინ ჯერ კეთდება გაუცხიმოვანება ყველა ვარიანტში გაუცხიმოვანების მერე წერნა როგორც გიორგიმ გითხრა და გითხრათ შესაძლოა დასჭირდეს ავტომობილს პოლირება, სამფაზიანი პოლირება, პირველი პირი, მეორე პირი და მესამე პირი მარტივად რო ვთქვათ, რო არ გავართულოთ კაუში. ანუ აი სამფაზიანი ზოგადად ბევრმა არის ის და ბევრი კითხვა არის ხოლმე და ამაზე მოდი გავამახვილოთ. ხშირად ვირეკავენ, რომ შემთხვევით ხომ არ გაქვთ უნივერსალი პოლირების საშუალება და არა, კაურს უნივერსალი პოლირების საშუალება არ აქვს პროფესიულ ხაზში განსაკუთრებით, იმიტომ რომ შეუძლებელია სამი ფენა ერთმა საცხმა გააკეთოს, სამი საქმე უფრო სწორად. რა თქმა უნდა, ცალკე ქეჩები არის ამისთვის შექმნილი, ცალკე პირზე სამუშაო და ცალკე პადებია შექმნილი ამისთვის, ამიტომ ესეც საცხებს ნუ ვეძებთ ეფექტურობა თუ გინდათ მიიღოთ პირველი მეორე და მესამე პირი ნუ გიორგი უფრო კარგად გეტყვით ახლა ამ ყველაფერს ნუ რა არის სამკომპონენტიანი პოლირება სამკომპონენტიანი პოლირება არის ყველაზე მარტივად რო აგიხსნა და გასაგები რო იყოს ერთ დეტალს უკეთდება პოლირება სამი სხვადასხვა პასტით და სამი სხვადასხვა პადით ანუ სამი სხვადასხვა პოლირების პირით ეხლა ამ კონკრეტულ ვარიანტში ეს არის პირველი პირის პასტა რითი განსხვავდება ახლა პირველი, მეორე და მესამე პირის პასტები ერთმანეთისგან რა. პირველი პირის პასტაც, როდესაც ხმარობთ, ამას აქვს ყველაზე ღრმა ჭრა. ანუ ეს ღრმა ნაკაწრები, რაც გვაქვს, ვაშორებთ აი მაგ ყველაფერს, თუმცა როდესაც ხმარობთ პირველი პირის პოლირების პასტას, ამას არ აქვს ბზინვარება. მაგ შემთხვევაში უკვე გადავდივართ მეორე პირზე და თან პირველი პირის კეთების დროს ძალაუნებურად გვინდა თუ არ გვინდა ავტომობილზე მაინც დაყვება ჰოლოგრამები. ჰოლოგრამები არის ძალიან წვრილი ნაკაწრები, რომელიც მზეზე ძალიან ცუდად ჩანს რა ავტომობილზე.
ამისთვის უკვე ვიყენებთ მეორე პირს და მეორე პირის პასტას ზოგადად აქვს უფრო მეტი ბზინვარება და აქვს იმაზე ნაკლები ჭრა, რაც პირველ პირს გააჩნია რა. ასე რომ აუცილებელი არის რომ უნდა გამოვიყენოთ მეორე პირის პასტა, რომ მივიღოთ უფრო კარგი შედეგი თუნდაც ბზინვარების მხრივ და რა ნაკაწრებიც მცირე ნაკაწრები რაც დაგვრჩა ისიც მოვაშოროთ რა. და ეს უკვე ანუ პირველი პირის გაკეთების დროს ჰოლოგრამების მხრივ ანუ არ მუშაობს ეს ჰოლოგრამის ვერ გვიშორებს და მე მაგ შემთხვევაში უკვე საჭირო არის გაკეთდეს მესამე პირი რომელიც არის ჰოლოგრამების მომშორებელი. აი თუნდაც ესა ტილოს ნაკაწრები ავიღოთ რა ანუ მანქანას გამშრალებისას რაც იხარდება. კი, თავის და აი ეს არის უკვე მესამე პირის. და შემდეგ უკვე როდესაც გაუკეთდება ეს სამივე პირი თქვენს ავტომობილს, მე გადავდივართ უკვე შემდეგ ეტაპზე და დავით მოდი აგვიხსენი შემდეგი რა არის. შემდეგი ეტაპი, მადლობა გიორგი ამოწვერავი ინფორმაციისთვის და კოლაჟისთვის. შემდეგი ეტაპი არის გრავონ პრიმერი, რომელიც გამოიყენება კერამიკის წასმამდე, რაც უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და შეხორცევას ესეთი ტერმინი შემოვიტანოთ კერამიკაზე, რომ კარგად მოეჭიდოს კერამიკული საფარი ავტომობილის ზედაპირს. იმიტომ რომ ისედაც სრიალებს პოლირების მერე, ისედაც ბზინავს, ისედაც გარკვეულწილად სარკის ეფექტი აქვს უკვე, ისეთი არა როგორც კერამიკიანს, მაგრამ ისედაც კარგ ვიზუალზე მოდის პოლირების მერე, განსაკუთრებით გიორგის პოლირების მერე. მანქანა, მაგრამ რომ კარგად რომ მიიღოს კერამიკული საფარი, საჭირო არის გრავონ პრიმერი. ესეთი პატარა ფლაკონი არის 200 მილიგრამიანი. ერთ სედანს, უბრალოდ ერთ დიდ სედანს ყოფნის long size მანქანებს, business class-ის მანქანებს, ჯიპსაც ეყოფა, დარწმუნებული ვარ. თავისუფლად ყოფნის, ამის გამოყენების შემდეგ, როდესაც შეშრება გრავონ პრიმერი, შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მუშაობა ნანოკერამიკაზე. ნანოკერამიკა აი ასე გამოიყურება, შიგნით მოთავსებული არის მიკროფიბრა, შიგნით მოთავსებული არის 50 მილიგრამიანი ნანოკერამიკული საფარი გრავონი, რომელიც 5 წლიანი ეფექტით არის და აპლიკატორები, რომლითაც ხდება ნანოკერამიკის წასმა ავტომობილის ზედაპირზე. როდესაც მომხმარებლები კითხულობენ კაოში კერამიკულ საფარს და ისინი ნახულობენ ამ პროდუქტს, რატომღაც თავიდან პირველი კითხვა უჩნდებათ, ჩემით ვერ ვიზამ, პირველი კითხვა ეს მოდის ძალიან ხშირად, რომ რა უნდა ნანახი მაქვს, როგორ კეთდება, იციან რომ ეს უნდა იყონ, ეს უნდა გადააფარონ ამაზე, დააწვეთონ და ინსტრუქციაში უწერია, რამდენი წვეთი უნდა გამოიყენოთ. იდეაში, ოკეი, მარტივია, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და გამოიყენოთ, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. წეღან ყველა არ ჩამოვთვალეთ ეს ყველაფერი, ავტომობილის შემზადება არის მთელი რიტუალი, მთელი სამუშაო აი ეს არის ზუსტად რომ კერამიკამდე სანამ ავტომობილს მიიყვან, ზღვა სამუშაო არის შესატარებელი. ალბათ 1 დღის ან 2 დღის შეიძლება მეტის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ნაკაწრებს თუ არ დავფარავთ და იმ ხინჯებს და დეფექტებს თუ არ დავფარავთ ავტომობილზე, ჩათვალეთ რომ დაახლოებით 3-4 წელი და კარგ პირობებში 5 წელი წასმულ კერამიკას უკვე ვეღარ ააზროთ. ის დეფექტი დარჩება და დარჩება. ამიტომ ავტომობილის შემზადება არის ეს ყველაფერი ნახევარი საქმე, მოდი ასე ვთქვათ, რომ არის შემზადება და ნახევარი საქმე არის უკვე წასმა. წასმა არც ისე მარტივია, როგორც ეს ვიდეოებიდან გეჩვენებათ, ეს მოითხოვს სხვა ენერგიას, ასევე დროს და მოთმინებას, იმიტომ რომ არის გარკვეულწილად საიუველირო საქმე, მუშაობ წვეთებთან, მუშაობ მილიგრამებთან და მუშაობ თელ ავტომობილზე, რომელიც უნდა დაყო 30 ან 50 სანტიმეტრიან სექტორებად და ყველგან უნდა წაუსვა იდეალური განათების და ტემპერატურის პირობებში, ისე რომ არ გამოგჩეს არც 1 მილიმეტრი და სანტიმეტრი. თუ გამოგჩევათ, ჩათვალეთ რომ ის დარჩება. იმას უკვე მე ზუმფარა სჭირდება რომ ააცალოთ და პოლირება გენერალური ხელახლა. ზოგჯერ პოლირების ქეჩებითაც კი ვეღარ იღებენ წასმულ კერამიკას. კი და მაგ შემთხვევაში უკვე ლაქავდება თვითონ ლაკი ავტომობილის არასდროს წასმის შემთხვევაში და შემდგომ უკვე მოშორების შემთხვევაში, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა ისეთი ვარიანტი, რომ მზის გულზე წაუსვამთ კერამიკა. არ შეიძლება. მაქსიმუმ 35 გრადუსი უნდა იყოს ტემპერატურა, მაქსიმუმ. შესაბამისად, მზის გულზე წასმა კატეგორიულად ასე ვთქვათ, აკრძალული უნდა იყოს და არის კიდეს, იმიტომ რომ აზიანებს ავტომობილის ლაკს და შემდგომ უკვე ფაქტურად შესახები ხდება ავტომობილი, იმიტომ რომ მაგას ვერც პოლირებით უშველი, შეღების გარდა ვერაფერი ვერ უშველის, იმიტომ რომ ისე ლაქავდება ავტომობილი, არაფერს აღარ აქვს აზრი რა. კარგია რომ წეგან სიტყვა აკრძალო ახსენე, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული სტანდარტები უკვე დროა საქართველოში შემოვიდეს პოლიშიკთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს ღია ცის ქვეშ
პოლირების გაკეთება, კერამიკის წასმა, ესეთ დიტეილერებს, უბრალოდ დიტეილერს არც დაუძახებ ამ ადამიანებს, არ შეიძლება ასეთი დილეტანტების ნდობა, არავითარ შემთხვევაში უნდა დავიცვათ ყველა წესი იმისთვის, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც უწერია. ხო, ამას უწერია 5 წელი, თუ გვინდა რომ 5 წელი გვემსახუროს, უნდა მივყვეთ ინსტრუქციას, ისე არ გამოვა. და ბოლო ეტაპი რაც უკვე არის, ეს არის Gravon Reload-ი, რომელიც მოთავსებული არის ესეთი პატარა აპლიკატორი, იგივენაირი ხარისხის და სტანდარტის მიკროფიბრა, რაც თავად Gravon-ში დევს. და ესეთი პატარა 250 მგ-იანი სითხე ამ შეფუთვით, რომელიც 6 თვეში ერთხელ უნდა გამოვიყენოთ გარეცხვის შემდეგ. რას აკეთებს ახლა ეს სითხე? ეს აღუდგენს კერამიკას ჰიდროფობიულ ეფექტს. რა თქმა უნდა, თუ გაიკაწრა სადმე კერამიკა, ეს იმას ვეღარ უშველის, მაგრამ სამაგიეროდ ჰიდროფობიას ხუთიანზე აამუშავებს. აი ამ პირობებში დაუცილებელია რომ მოვაყოლოთ აი ეს Piston Pro, რომელიც შექმნილია სპეციალურად დაკერამიკებული და ახლად დაპოლირებული ავტომობილების გასამშრალებლად, ამით უნდა გაამშრალოთ ყველა ვარიანტში ავტომობილი, ან მსგავსი, არ გაძალებთ რომ კაურის ბრენდის შეიძინოთ, მსგავსი მიკროფიბრებით, მაღალი ხარისხის მიკროფიბრებით უნდა გაამშრალოთ დაკერამიკებული ავტომობილები, რომ გემსახუროთ 5 წლის, 3 წლის, 2 წლის და 1 წლის ვადებით, რაც უწერია მას ინსტრუქციაში. კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რეცხვაზეც ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. საქართველოში, თბილისში კონკრეტულად, რაც მე ჩემი თვალით მინახავს, ლარიანი სამრეცხოების უმეტეს ტერიტორიებზე არ არის ისეთი სარეცხი კაფები, რომელიც არის უსაფრთხო კერამიკისთვის, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, თუ კერამიკას წაუსვამთ თქვენს ავტომობილს, აუცილებლად ეძებეთ ისეთი სამრეცხოები, სადაც აქვთ ისეთი შამპუნები და ისეთი აქტიური კაფები, რომელიც არის უსაფრთხო კერამიკული საფარისთვის და ვაქსებისთვის. მოდი ერთ რაღაცას დავამატებ კიდე, კერამიკა ვერ მეგობრობს ვაქს ნარევ შამპუნთან, ასე ვთქვათ. ვაქსი მეგობრებო ჭამს კერამიკას და შესაბამისად, როდესაც თქვენს ავტომობილს უკეთებთ 5 წლიან კერამიკას, შესაძლოა წელიწადნახევარიც ვერ გაგიწყოთ რა. ასე რომ ვისაც გაქვთ იმის საშუალება რომ ეს გააკონტროლოთ და ვისაც მართლა გიყვართ თქვენი ავტომობილები, თუ გინდათ რომ თქვენი ავტომობილის შედეგი მაქსიმალურ წლების რაოდენობაზე იყოს. კი, გაუხანგრძლივოთ, შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოთ. პლუს ამას მოდი იმასაც ვიტყვი რომ მე პირადად მქონია და მინახავს ბევრ ადგილზე რომ აი თუნდაც ლარიანი სამრეცხაობი ავიღოთ. აი წყლის ფილტრი, ეგრეთ წოდებული ფილტრები არ უყენიათ და წყალს ძალიან ხშირად წყალს მოყვება პატარა მტვრის და ჭუჭყის ნაწილაკები, რასაც თვალით ვერ აღვიქავთ და შემდგომ უკვე როდესაც ავტომობილს გავრესხავთ და ვამშრალებთ, აი ეს პატარა ნაწილაკები, რაც უკვე ავტომობილზე დატანებული არის, ამასთან ერთად რომ მშრალდება, უკვე იკაწრება. რა თქმა უნდა. ასევე ვებრძვით მე და გიორგი ვერჩით იმ მეთოდს, როდესაც კერხერით ძირს დაგდებულ მიკროფიბრას ნამსხავენ და შემდეგ პირდაპირ ავტომობილის ზედაპირზე უსვამენ. მე არ მივესალმები ამ მეთოდს, ჩემთვის მიუღებელი არის ესეთი. ყველანაირად, იმიტომ რომ ის მაინც აიკრობს ეხლა ყველა ვარიანტში. ტვერს და ტავლას. წყლით ისე ვერ მორეცხავ, არ არსებულია რომ მიკრონაწილაკები არ აიკროს იმ მიკროფიბრამ და მე ავტომობილის ზედაპირი არ დავკაცროთ. ამიტომ აი ეს რიგი პროცედურები არის, რაც უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ შემდეგ დამირეკოთ და მითხრათ, რომ 5 წელი რატო არ მემსახურა. აი პრეტენზია სანამ გაჩნდება, აუცილებელი არის ყველა პირობა დაიცვათ. თუმცა იმდენად ხარისხიანი ნანოკერამიკა არის კაორის, რომ აი ამ პროცედურების, მოვლის პროცედურების უგულოყოფის მიუხედავადაც 3-2 წელი მაინც იმუშავებს გადასარევად სულ და ფასთან მიმართებაში რეალურად იმხელა ეფექტს იძლევა, რომ ყველანაირად ღირს რა. კი ბატონო, გიორგის მოსწონს ძალიან ჩვენი კერამიკა, ჩვენი მომხმარებლები ნებისმიერ დროს შეგეძლიათ გიორგის დაუკავშირდეთ, გიორგის ნომერი მითითებული იქნება აღწერაში ამ ვიდეოსი. გიორგი ჩათვალეთ აუთსორს კადრი არის ამ შემთხვევაში სერვისის კუთხით კერამიკის და ქიმწმენდის და პოლირების დარგში. შეგეძლიათ GM Detailing-ს დაუკავშირდეთ კაურის სახელით, აუცილებლად მიიღებთ ორ რაღაცას გარანტირებულად, ერთი ფასდაკლებას და მეორე უმაღლესი ხარისხის ევრო სტანდარტებს. გიორგი წინა ვიდეოში კი ვისაუბრე გიორგიზე. ეს ცოდნა გიორგიმ ჩამოვიტანა ევროპიდან, აქ არც თვითნასწავლი არის და არც აზიის ქვეყნებიდან არ მიუღია ეს ცოდნა. ჩამოვიდა იმ ტერიტორიიდან, საიდანაც გაჩნდა ავტომობილის ესეთი დეტალური მოვლის სიყვარული და სიმპათიები ავტომობილების მიმართ. ჩამოვიტანა ეს ცოდნა და გიზიარებ თავისი სახელოსნოს საშუალებით, სერვისების საშუალებით. ასე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გიორგის დაურეკოთ და ჩაეწეროთ სერვისებზე. კი ბატონო.
გადავიდეთ გიორგი ხა ავტომობილის პოლიშინგის საკითხზე. მე როგორც ვიცი ამაზე პოლირება კეთდება. შეგახსენებთ რომ 1.50 მგ-იანი შეფუთვა ყოფნის დაახლოებით 2 მანქანას. შეგიძლიათ ერთ პირზე გამოიყენოთ ნანოკერამიკა, ასევე რეკომენდაციაში უწერია რომ შეგიძლიათ მეორე პირის წაუსვათ. თითქოს პატარა შეფუთვა არის ძალიან, მაგრამ ფაქტია რომ ესეთი ეკონომიური გამოგონება არის ყოფნის დიდ ჯიპსაც, ყოფნის 2 სედანს. რიგ შემთხვევებში ყოფილა ფაქტები, რომ 3 მანქანაზეც გაუნაწილებიათ, მაგრამ მე ამის წინააღმდეგი ვარ. მაქსიმუმ მანქანა ნახევარი, 2 მანქანა გააკეთოს ერთმა შეფუთვამ. ვაგრძელებთ ჩვენი კერამიკის გამოყენებას GM Detailing-ში და ახლა გიორგი გამზადებულ ზედაპირზე დემონსტრაციულად წაუსვამს კაურის ნანოკერამიკას, რომელიც არის 5 წლიანი. და დავიწყებთ ტესტირებას. სიმართლე გითხრათ, ტესტირება არ შეიძლება ეგრევე, 12 საათი სჭირდება გაშრობას და გამყარებას ზედაპირის, მაგრამ ვიდეო ექსპერიმენტისთვის, რადგან დროში ვარ შეზღუდული, მალევე გამოვიყენებთ წყალს, რომ გაჩვენოთ, რამდენად ჰიდროფობიული ხდება ზედაპირი ნანოკერამიკის შემდეგ. კი ბატონო. მოდით ახლა დავიწყოთ უკვე. ეს არის აპლიკატორი. კი ბატონო. აპლიკატორზე გადაკრული გვაქვს, ეს ეგრეთ წოდებული ქეჩა, რაზეც უნდა დავასხათ კერამიკა და უკვე უნდა წაუსვათ ავტომობილს რა. რამოდენიმე წვეთია, ხო, საკმარისი? ეს სრულიად საკმარისი არის. თუ სადმე აი ხა ესე აი კაპოტზე ობობა. ხო არა ვშ. ჩვენიანი. ჩვენია? კი ჩვენიანი, გაწვრთნილი. თანამშრომელია. აი 8 ერთგული ადამიანი შემორჩა, ვისაც აინტერესებს კერამიკის პროცედურა. 8-ს ფასდაკლებას კვირდებით მოდით და 8-ს გაგიკეთებთ ხოლმე ფასდაკლებას ნებისმიერ პროდუქტზე. ამ გამოჩენილი ერთგულებისთვის. აი უხერხულ დროს გავედი ლაივში, საცოქში არის ხალხი ახლა. ხო. აჰა. ეს არის უკვე მიღებული შედეგი. ფანტასტიში. ამას რეალურად მზეზე უფრო ბევრად კარგი ეფექტი აქვს, ვიდრე ანუ ეს განათებაზე და ჭრილში რა. ბატონო, მაგრამ აქაც კარგად ჩანს გადასარევად ყველაფერი. შენ გითხარი ბატონო გიორგი, როდის ვიქნებით მზად, რომ კერამიკის ტესტირება დავიწყოთ? ეხლა. მხოლოდ ერთი რაღაც შეგვიძლია გავტესტოთ, ჰიდროფობია შეგვიძლია მარტო გავტესტოთ. ეს არის მომხმარებლის ავტომობილი და ამას დანას ვერ ჩამოусვამთ სადემონსტრაციო, თუმცა როდესაც საკუთარი ავტომობილით ვიქნები, ან სატესტო ნაჭერი მექნება მოტანილი, იმას უკვე კატასაც დავაგდებ ზემოდან და დანასაც ჩამოусვამთ და ბევრნაირად გავტესტავთ, რომ დაინახოთ როგორი მედეგი არის მიკრო და მცირე ნაკაწრების წინააღმდეგ კერამიკა. კერამიკაზე რაც კიდე უნდა იცოდეთ და საღებავზე და ლაკზე არის ის, რომ ქარხნულად, როდესაც მანქანა იღებება, 80-დან 150-160 მიკრონამდე სისქის ფენა იდება რკინაზე. საღებავი ლაკიანა. ეს რო წარმოიდგინოთ დაახლოებით როგორი სისქი არის, აი ვიდეოს რო დავამონტაჟებ, იქ გამოვაჩენ უკვე ამ ინფოგრაფიკის საშუალებით ვიზუალიზაციას, რომ მიხვდეთ რა სისქეზე არის საუბარი. აი ამ 120-130 მიკრონის სისქის ზემოდან კერამიკა წარმოქმნის 5 მიკრონის სისქის დამცავ ფენას. 5 მიკრონი არის მილიმეტრებში ახლა ზეპირად მიჭირს რომ გადავიყვანო, მაგრამ 0.01 არის, მე მგონი 0.01 მე მგონი რა სისქეში. რაც გვაძლევს იმის გარანტიას და საშუალებას, რომ აი ტოტებში, მცირე ტოტებში, ფოთლებში გავლისას, კატის თათების მოხვედრისას, ფრჩხილის მოდებისას, როდესაც კარს ვაღებთ, ან ფრჩხილი გვხვდება ავტომობილის ზედაპირზე, აი ასეთი მსუბუქი ნაკაწრებისგან დაცვას უზრუნველყოფს. მე მზად ვარ უკვე. მზად ვართ? კი. აი ახლა გავტესტავთ ჰიდროფობიაზე კერამიკას, ჩემი საყვარელი
მომენტი იწყება ვაქსების და კერამიკების ტესტირების. ანუ აქეთ არის დაკერამიკებული, როგორც დავითმა თქვა, აქეთ არის უბრალოდ პოლირება გაკეთებული და გამზადებული კერამიკისთვის. ჰიდროფობული ეფექტს რაც შეეხება, აი აქეთ ნახეთ, რჩება წყალი, მაინც ჩამოდის, მაგრამ რეალურად ნელ-ნელა ჩამოდის, ნახე, როგორი ესაა. და აქ ეხა რეალურად წყალი იქიდან გამომდინარე არ ჩერდება, რომ უბრალოდ მაინც ასე თუ ისე პოლირების ცხიმი არის რა. და აქეთ ამ მხარეს, მოდი. ანუ აქ უკვე წყლით შეგიძლია გაამშრალო ეგრეთ წოდებული. დროც კი არ სჭირდება რომ ჩამოირეცხოს. ანუ ეგრევე ჩამოდის რა. ეგრევე ჩამოდის აქეთ მხარეს. ანუ აი ძალიან მაგარ და უბრალოდ ანუ აი გამშრალების დროს მანქანასაც თუ გარეცხავ, ანუ მარტო აი ესეთი უბრალოდ პატარ-პატარა წინწყლები და წვეთები რჩება რა. ეგ აქვს აი ამას ძალიან კარგი. რეალურად ეხა ეს კარგად არის გასაშრობი. როდესაც დრო გადის 12 საათის მერე აქვს ყველაზე მაგარი ეფექტი, რეალურად ანუ რეკომენდირებული არ არის რომ გაიტესტოს წასმიდან რამოდენიმე წუთში და როდესაც რაც უფრო დრო გადის და როდესაც კერამიკა შრება, იმის შემდგომ უფრო კარგი ეფექტი აქვს რა. ეს არის ახლა გასაშრობი უბრალოდ და იმდენად კარგი ეფექტი კიდევ ვერ აქვს სამწუხაროდ. ნახე. ჩვენ ვარღვევთ ახლა გამოყენების წესებს. თან ძალიან 12 საათის შემდეგ უნდა გამოგვეყენებინა. გაგვეტესტა უფრო სწორად წყალზე. აქ კომენტარებში გვიწერენ ეკრანი გაადიდეთო და ეკრანის გადიდება მე რო ვიცოდე. ალბათ უფრო კარგი ბიჭი ვიქნებოდი. ანუ ნახე რაც დაიტოვა წყალი და ის ანუ ეგ არის რეალურად ეფექტი. ერთ მხარეზე შედარებით მეტი წყალი აქვს დატოვებული, მეორე მხარეზე უკვე აღარ აქვს. ხო, აქეთ არის ნანოკერამიკა წასმული, აქეთ უბრალოდ მხოლოდ პოლიშინგი. სხვაობა ჩანს, ნანოკერამიკაზე რამოდენიმე ადგილას შემორჩნენ წყლის ბუშტუკები, პოლიშინგის საცხზე მაინც დარჩა წყალი. ეს სიჩქარეში კი გასწევდება 50 კმ/სთ სიჩქარე არის საკმარისი რომ ჩამოიფერთხოს წყლის წვეთები, მაგრამ აი კერამიკა მუშაობს ასე. ახლა კადრში ხედავთ თქვენ შედეგს კერამიკის, მარცხენა მხარე არის დაკერამიკებული კაორის გრავონით, 5-წლიანი ეფექტით და მარჯვენა მხარე არის უბრალოდ დაპოლირებული. ჰიდროფობია, როგორც ვარაუდობდით, მარჯვენა მხარემაც დაიტოვა, რადგან ახალი მორჩენილი არის პოლიშინგი ამ ავტომობილზე, ხოლო მარცხენა მხარეს კარგად ჩანს, რომ არც ცეთი წვეთი არ გაჩერდა, მცირე პატარა წვეთებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც სული რო შეუბერო, მაშინვე ჩამოშორდება. აი ეს არის კერამიკა, ეს დადებითი მხარე აქვს. უპირველეს ყოვლისა, იძლევა სარკულ ეფექტს, იძლევა ბზინვარებას ფანტასტიურს, აკეთებს საღებავის ამონათებას, ფერად მანქანებზე ფანტასტიურად ჩანს, ძალიან უხდება შავ მანქანებს, ერთადერთი რომელ მანქანასაც ეს სიპრიალე კარგად არ ეტყობა, არის თეთრი მარგალიტისფერი საღებავები. თუმცა ისინიც იხდენენ, მაგრამ მაინც უფრო მუქ და ფერად საღებავებს ამშვენებს კერამიკული საფარი. და ისევ პირველ შეკითხვას რო პასუხი გავცეთ ფირი თუ კერამიკა, მაინც ინდივიდუალური რჩება არჩევანი, თუ ბიუჯეტურ მოვლის საშუალებას ეძებ, რომელიც ფანტასტიურ შედეგს იძლევა ბზინვარების კუთხით და ჰიდროფობიის კუთხით და მცირე ნაკაწრებისგან თავის არიდების კუთხით კერამიკა არის შეუდარებელი, ვერაფერი ვერ შეედრება კერამიკას, მაგრამ თუ ძლიერი ნაფხაჭნებისგან გინდა თავი დაიცვა და ავტომობილი დაიცვა უფრო სწორად, მაშინ ფირი უალტერნატივო არის ამ შემთხვევაში. მადლობა ყველას, ვინც გვიყურა.